ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. სალამ მშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ თემა მე ნანა რობაქიძე ვარ. ჩვენი გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ირაკლი მობრძანებისთვის და მადლობა იმისთვის, რომ არასოდეს არ ამბობთ უარს ტელევიზიაში მოსვლასთან დაკავშირებით. არასოდეს არ ამბობთ უარს მწვავე კითხვების საპასუხოდ და არა გაქვთ ამაზე რეაქცია, ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ და არასოდეს არ ამბობთ უარს მოსახლეობასთან შეხვედრაზე. ძალიან დიდი მადლობა და ეს აისახება კიდეც მოსახლეობის გამოხმაურებებში, რასაც დროდადრო კითხვების სახით მოგაწვდით და ასევე ვნახავთ გამოკითხვას. პირველი კითხვა ეკუთვნის ბიუჯეტს, რომელიც ყველას აინტერესებს. საერთოდ ეს ცოტა ყბადაღებული თემა არის ბიუჯეტი და ალბათ საჭიროც არის, რომ ხალხის ინტერესი იყოს აქა. ქუთაისის ბიუჯეტს დაემატა კიდევ 40 მილიონი ლარი. თუ არასწორად ვამბობ, შემისწორეთ. ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება და საინტერესოა არის თუ არა უკვე დაგეგმილი რაში დაიხარჯება ეს თანხა. პირველ რიგში მოგესალმებით ქალბატონო ნანა, მივესალმები ტელემაყურებელს, რიონის მაყურებელს. ნამდვილად თქვენს გადაცემას თვალყურს ვადევნებთ, საკმაოდ აქტიურია პოლიტიკური თემები ადგილობრივ დონეზე. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ადგილობრივი მედიის მიმართ ჩემს ნამდვილად გამორჩეულ პატივისცემას. მე ვფიქრობ და ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ადგილობრივი დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი მედიის განვითარება და თქვენ წლების განმავლობაში ამ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარია ღია და გამჭვირვალე პოზიციონირება მოქალაქეების წინაშე და სწორედ საკრებულო წარმომადგენლობითი ორგანო გახლავთ თავისი პრიორიტეტებიდან გამომდინარე ის ორგანო, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზას თვითმმართველობაში და შესაბამისად ახლოს დგას მოქალაქეებთან, მოსახლეობასთან. თქვენ ისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტზე, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ბიუჯეტის პრიორიტეტი როცა დგება და ეს პროცესი იცით, რომ წლის განმავლობაში მიმდინარეობს, აქ მნიშვნელოვანია ამ ბიუჯეტის პრიორიტეტებში სწორედ აისახოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესები და მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები ამ ბიუჯეტის პროექტირების პროცესში და შესაბამისად ყველა ის მუხლი, რომელიც ბიუჯეტის პარამეტრებშია ასახული, შესაბამისად უნდა პასუხობდეს და პასუხობს მოქალაქეების ინტერესს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ხრივ შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენ წარმომადგენლობითმა ორგანომ, საკრებულომ და ასევე მერის შესაბამისმა სამსახურებმა, მაგალითად წინა წლის პერიოდში საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია გავმართეთ მოქალაქეებთან, მოსახლეობასთან. იცით, კამპანიის სახეც ჰქონდა ამ ყველაფერს, ყველა ის შეხვედრა, რომელიც მოქალაქეებთან გაიმართა საკრებულოს მხრიდან და მერის შესაბამის სამსახურების მხრიდან, იქნა დოკუმენტირებული და დაოქმებული და სწორედ ამ მოქმებიდან და ამ პრიორიტეტებიდან, რომელიც მოქალაქეებმა მოგვიტანეს ჩვენ და მოქალაქეებმა გააჟღერეს, დადგა 2025 წლის ბიუჯეტი, რომელიც დავამტკიცეთ და აქ ძირითადი მიმართულებები, რომელიც წელს ჩვენ პრიორიტეტად ავირჩიეთ, გარდა სხვა მიმართულებისა, რა თქმა უნდა, დღესაც ყველაზე დიდ და ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას მოქალაქეების მხრიდან არაერთხელ დაფიქსირებულს წარმოადგენს საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩვენ საარჩევნო პროცესში ასევე აქტიური კომუნიკაციის დროს ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პარტია ქართულმა ოცნებამ არაერთი დანაპირები გასცა მოქალაქეების მიმართ და შესაბამისად სწორედ ამას ემსახურებოდა თუნდაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება და მთავრობის გადაწყვეტილება, რომ დამატებითი ასიგნებები გამოყოფდა ქალაქ ქუთაისს 40 მილიონის სახით. შესაბამისად, აი ამ პრიორიტეტიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, გარდა თქვათ სოციალური და ჯანდაცვითი პოლიტიკისა, რომლის ბიუჯეტი ასევე გაიზარდა, გარდა კულტურული, ახალგაზრდული და სხვა პროექტებისა, რომელიც ბიუჯეტის პროექტშია ასახული, გარდა
სხვა მიმართულებისა, თუნდაც ეკონომიკური საქმიანობის მხრივ, ადგილობრივი დონეზე და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია ინფრასტრუქტურას, როგორც სხვადასხვა მათ შორის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ჩვენთვის მთავარი იყო, რომ მოქალაქეებზე უფრო მეტად მივსულიყავით და გაგვეუმჯობესებია ის საცხოვრებელი გარემო, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ წელს ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება სწორედ საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე წლების განმავლობაში ჩვენ ქალაქს აწუხებდა სპეციალური სერვისების მხრივ, ეს არის მუნიციპალური სერვისები, იგივე დასუფთავების მხრივ გამოწვევები, იცით რომ ის ტექნიკა, ის სპეციალური ავტომობილები უკვე წლების განმავლობაში ემსახურება ქალაქს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რამოდენიმეჯერ მოვახდინეთ შესყიდვა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო, ამიტომ სწორედ ამ 40 მილიონიდან დამატებით გამოყავით 8 მილიონი, რომლითაც ჩვენ შევიძენთ სპეცტექნიკას. საერთო ჯამში მინდა გითხრათ, რომ აი 40 მილიონის და სხვა კიდე ასიგნებების, რომელიც ბიუჯეტის პროექტში ასახული, მიმართულია მოქალაქეების ინფრასტრუქტურის გეოგრაფიული არეალების გაუმჯობესების მიმართულებით, ეს ეხება საბინაო ინფრასტრუქტურას, ეს ეხება რეკრეაციულ სივრცეებს, ეს ეხება თქვათ იგივე პირველად ჩვენ და აი ხვალ ჩვენ საკრებულოს ხდომა გვაქვს, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას და ასევე პოლიტიკურად შევამცირებთ მოქალაქეების თანამონაწილეობას საბინაო ინფრასტრუქტურის თანადაფინანსებაში. ბინათ მესაკუთრეთ ამხანაგობებს, თქვათ სხვადასხვა პროგრამებზე, იგივე ლიფტების რეაბილიტაციის ნაწილში ექნებათ საშუალება არა 10% და 5% გქონდეთ თანამონაწილეობა, ამ გქონდეთ 3% თანამონაწილეობა, რაც კიდევ ერთხელ შეამსუბუქებს ჩვენი მოქალაქეებს. ეს გახლავთ პოლიტიკური გადაწყვეტილება ერთის მხრივ და ერთის მხრივ ეს არის იმ დღის წესრიგზე, ასე რომ ვთქვათ, საკრებულოს მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ პრიორიტეტის სახით გაგვაჩნია. გასაგებია, აუცილებლად გკითხავთ ხვალინდელ დღეზე გამოყოფით და ხაზგასმით თქვენ საუბრობდით ბინათ მესაკუთრეებზე, საბინაო ინფრასტრუქტურაზე, რეკრეაციულ ზონებზე და აისახება უკვე ქალაქზე ეს ყველაფერი და ნათლად ჩანს, რომ რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გარე ფასადების. ჩვენ შევეცადეთ გამოგვეკითხა მოსახლეობის ნაწილი, დაგვაინტერესა, რას ფიქრობენ ისინი, მოსწონთ თუ არა ის, რაც კეთდება ქუთაისში და ასევე თუ არა დაუშვათ დამატებით რაიმე თხოვნა, მოთხოვნა, თავიანთი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით თუ რა ჭირდებათ პირველ რიგში მათ და საზოგადოებას. მიახლავ თხოვ ჩვენს ოპერატორს ჩართოს გამოკითხვა, მოსახლეობის გამოკითხვა, რომელიც შერჩევითი პრინციპით მოვახდინეთ გამოკითხვა მათი და მოამზადა ეს გამოკითხვა სალომე პიტავამ და ზაზა იმნაძემ. ქუთაისი მოგეხსენებათ როგორი ქალაქი არის მთელ საქართველოში და რაც მეტი ლამაზი იქნება ჩვენ შევხედავთ გულსუხარია და მოსახლეობასაც და ტურისტებსაც ჩამოსვლასაც ჩვენი ქალაქის ღირსება და სილამაზე და სიკოპწიავი ხომ უნდა გამოჩნდეს ამაში. ყველა ესენი ხო არის ახლა ცენტრალური გზები მოწესრიგება შუაუბნებში ხანდახან რომ გახვიდეთ არა არის საშინელი ამოყრილი ქვაფენილები და ჩვეულებრივად კომფორტულად რომ იმოგზაუროს ადამიანმა წავიდეს წამოვიდეს ან ცენტრალური გზა გადაკეტილოს თუ გინდას ის ტურისტი თავი რომ მოგწონს რომ შევიდეს ხომ და იყოს გზა საჭიროებს თუ არა კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია არა კარგად არის ჩვენთან ყველაფერი ნორმაზეა რა გარები ლიფტი რა ყველაფერი ნორმაზეა კი ჭირდება ძველ ბინებს როგორ არ ჭირდება რეაბილიტაცია ზოგი ისეთი ჭუჭყიანია და ისეთი ის არის როგორ არ ჭირდება თუ რამე გაკეთდება როგორ გაკეთდება თუ რამეს გააკეთებენ მაგას რა ჯობია თუ რამეს გაახლებენ ჩვენთან არის მაინგინაში ცხოვრობ და სტადიონიც აგვაქვს ეზოში და ყველაფერი. ცოტა თუ გაარემონტებენ, ახლა სტადიონი ცოტა შეილახა, კარგი იქნება. სილამაზეს რა ჯობია? მე მგონია საჭიროა. აბა შიგნიდან ოთახები მშვენივრად აქვს გაკეთებული და გარედან უჟას სარაიასავითაა უკაცრავად და მე ახლა აღმაშენებელზე ვცხოვრობ და აღმაშენებელზე ისეთი სიტუაცია კვირაში ერთხელ მაინც თუ არა ორჯერ ავარიებია საშინელი სვეტაფორი მოვითხოვეთ ახლა ჩვენ ახალ კორპუსებში ვცხოვრობ და ძალიან ძვირი ჯდებაო ასე გვიპასუხეს ესაც 2-3 წლის წინ და მე მგონია ეს საჭიროა
როგორიც ძვირი არ უნდა ჯდებოდეს, ძალიან საჭიროა. საჭიროა თუ არა კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია? აუცილებლად სარეაბილიტაციოა. აუცილებლად. დიახ, საჭიროებდა ისეთ ავარიულ მდგომარეობაში იყო და ახლა კარგია რომ კეთდება. რა გჭირდება სხვა მხრივ, მაგალითად უბანში რაც მოსაწესრიგებელია. აი, ხშირად ამბობენ რომ სარდაფში წყალი ჩადისო და ეს რომ მოგვარდეს კარგი იქნებოდა. საჭიროა რომ მყარი იყოს. რასაც კარგს გაგაზავს ადამიანი ყველაფერი საჭიროა, როგორც თავისთვის, ისე სულისთვის. თანამედროვე გვეხმარებიან რას შეუძლიათ სახლი იყო გადასახურავი. თასმოს სახლიდან სახლი გაგვიკეთეს. ფასადები ცოტა მიასწრებინა. საჭიროა თუ არა კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია? ყველაფერი საჭიროებს რო უყურებ, ასეთი დაღვრემილი ქუთაისი არ უნდა იყოს, მხიარული ქალაქია, კარგია და ასე არ უნდა იყოს ნაცრისფერ ფერებში. ძალიან დიდი მადლობა მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც დაგვთანხმდა და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. იყო აქ საუბარი ბატონ ირაკლი იმის შესახებ, რომ ძალიან კარგია რაც გაკეთდა. გაამახვილეს ყურადღება ფასადებზე, გადახურვაზე, მაგრამ ალბათ მეტი გამოკითხვა რომ გაგვეკეთებინა, უფრო მეტი პრობლემებიც დაისმებოდა. შუა უბნებში ქვაფენილების პრობლემა დაასახელა ერთ-ერთმა მოსახლემ, შუქნიშანი აღმაშენებელზე, ესეც იყო ნათქვამი და სარდაფებში წყლის ჩასვლის პრობლემა. რამდენად არის ეს საკითხები მოგვარებადი და რამდენად შეიძლება დაუშვათ გავითვალისწინოთ სწორედ იმ 40 მილიონ ლარში, რომელიც დამატებით მიეცა ქუთაისის ბიუჯეტს. დიახ, ნახეთ, პირველ რიგში ჩვენ რაც ფასადებს ეხება, ნამდვილად ბევრია ისეთი კორპუსი, რომელსაც ჩაუტარდა გარკვეული ექსპერტიზა შესაბამისი სამსახურის მხრიდან და პირველ ეტაპზე ჩვენ შევარჩიეთ ისეთი კორპუსები და პრიორიტეტად ავიღეთ, რომელიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს და შესაბამისად ჩვენ მივიღეთ, რომ პირველ ეტაპზე სწორედ ეს კორპუსები იქნება რეაბილიტირებული და საერთო ჯამში მინდა გითხრათ, რომ წელს კორპუსების ფასადებს, საფრთხის შემცველი ფასადების რეაბილიტაციაში დაიხარჯება დაახლოებით 18 მილიონი ანუ ეს პროცესი გაგრძელდება აუცილებლად. რა თქმა უნდა, ეს პროცესი იქნება შეუქცევადი. პირველ ეტაპზე ჩვენ პრიორიტეტად ავირჩიეთ თუ დააკვირდებით გამსახურდიას ქუჩას, იქაც პრიორიტეტი მიენიჭა ისეთ არაერთხელ საუბრობთ თქვენ ამის შესახებ და ძალიან კარგი რომ არის საფრთხის შემცველი. თუმცა არის ისეთი კორპუსები, რომელსაც მაგალითისთვის შემიძლია ნომერიც დავასახელო 32 ნომერი, რომელსაც მაგალითად პირველ ეტაპზე აქვს მოსაწესრიგებელი სახურავი და შესაბამისი სარტყელი, რაც გააჩნია ბინას და შესაბამისად უკვე ამის შემდგომ ჩვენ დავიწყებთ ანუ პრიორიტეტი რაც არის იმას აკეთებთ ფასადის რეაბილიტაციას, იმიტომ რომ გავაკეთოთ ფასადი არ იქნება სწორი და შემდეგ დაუბრუნდეთ მაგალითად სახურავს, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უკავშირდება ბინას და მოვამზადოთ იმისათვის, რომ მოქალაქეებს საფრთხე არ შეექმნას და რეაბილიტირებული იქნას ფასადი. ეს რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს. რაც შეეხება სარდაფებში წყლის არსებობას, ამაზე შემიძლია გითხრათ პასუხი, პროგრამა კორპუსში შესაბამის ბიუჯეტში არის ასახული კონკრეტული ფინანსური ნაწილი და იქ გულისხმობს მაგალითად დაზიანებული შიდა კონსტრუქციების რეაბილიტაციას, როგორც არის მაგალითად წოლიარემილი და ასე შემდეგ, ამიტომ შეიძლება მე პირდაპირ შემიძლია უთხრა მოქალაქეს ან საკრებულოს შესაბამის მაჟორიტარ დეპუტატს მიმართოს, ან მობრძანდეს საკრებულოში და ჩვენ აუცილებლად გავუწევთ სამგომლობას და შესაბამისად დავეხმარებით ან მაჟორიტარი დეპუტატები იცით რომ ყოველკვირეულად არიან ადმინისტრაციულ ერთეულებში და მართავენ შეხვედრას მოქალაქეებთან და შესაბამისად ეს არის ერთგვარი საშუალება რომ მოქალაქე იოლად მივიდეს გეოგრაფიულად საკრებულოს დეპუტატამდე, ამიტომ შეგვიძლია ჩვენ თქვა დავინტერესდეთ კონკრეტულად თუ თქვენ მოგვაწვდით კონკრეტული ქალბატონის თქვა კოორდინატებს, ასევე ჩვენ შეგვიძლია დაუკავშირდეთ ქალბატონს, რაც შეეხება უსაფრთხოებას, რომელიც საგზაო უსაფრთხოებას უკავშირდება და კონკრეტულად შუქნიშანზე იყო საუბარი, აქ შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი მხოლოდ თვითმმართველობის კომპეტენციაში არ შედის და აქ საჭიროა შესაბამისი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დახმარება და ჩვენ აქაც შეგვიძლია გარკვეული პასუხი კონდეს მოქალაქეების მიმართ თუ დავიწყებთ ამ პროცესის ადმინისტრირებას თუ ამის საჭიროება და შესაბამისი საპატრულო პოლიციის შესაბამისი სამსახური
ჩათვლის ამას საჭიროდ, რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი თქვათ ფინანსურ რესურსზე, თუ უსაფრთხოებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაფინანსდება. ძალიან კარგი, ამიტომ მომწონს, როდესაც მოდიან პირდაპირ ეთერში საჯარო მოხელეები, თუმცა ბევრს უჭერს თქვენზე არ არის ეს ნათქვამი და არასოდეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ გითქვამ თუ არის და ძალიან კარგი, როდესაც თქვენ თავად ისმენთ მოსახლეობის თხოვნას, მოთხოვნას და უკვე მზათა ხართ პირდაპირ ეთერში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი მოგვარდება. რაც შეეხება ხვალინდან საკრებულოს ხდომას, ბატონო ირაკლი, აი რა ძირითადი საკითხები იქნება გატანილი ხვალინდან ხდომაზე? გვაქვს ორი საკითხი, ეს არის ინფრასტრუქტურის სამსახურის ანგარიში და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ვისაუბრე გადაცემის დასაწყისში, ეს გახლავთ, გითხარით, ჩვენ ვამცირებთ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების თანამონაწილეობის პროცენტს საბინაო ინფრასტრუქტურის პროგრამულ ნაწილში. ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეს მაგალითად თუ უწევდა ლიფტის რეაბილიტაციისთვის გარკვეული პროცენტის მონაწილეობა, მაგალითად 10%-ის ეს თანხა შეუმცირდება და შესაბამისად სწორედ ამ 40 მილიონით, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით დაფინანსდა, 1.300.000 ლარი დაიხარჯება და აქ არ მივდივართ ჩვენ რეაბილიტაციაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენი მხრიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, ჩვენ წავედით, რომ სრულად გამოიცვლება ლიფტი, რომელიც აქაც პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ ლიფტებს, რომელიც არის საფრთხის შემცველი და მოქალაქეებს საფრთხეს უწვლის, საფრთხეს უქმნის და ასევე იმ ლიფტებს, რომელიც საერთოდ არ მუშაობს და 1.300.000 ლარში დამერწმუნეთ დაახლოებით აქ საუბარია რამოდენიმე ათეული ლიფტს. გასაგებია. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, ეს არ არის რაღაც ერთჯერადი ინტერვენცია ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, ეს პროცესი გაგრძელდება შესაბამისად შემდგომ წლებში და იმედი მაქვს ის ფინანსური რესურსი, რომელიც უკვე გარკვეულწილად ადაპტირდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, შემდგომ წლებშიც ექნება მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების მხარდაჭერა. გასაგებია ბატონო ირაკლი. თქვენ ქუთაისელი ხართ, ცხოვრობთ ქუთაისში, რას ნიშნავს თქვენთვის ქუთაისი? ყველა გადაცემაში მეკითხებიან ამას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის პასუხისმგებლობა ამ ქალაქის. და ალბათ არატყუილ უბრალოდ. ამ ქალაქის მიმართ და ეს პასუხისმგებლობა მე ვფიქრობ დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე და აი წინ გველოდება 2 მაისი და 2 მაისთან დაკავშირებით გარკვეულ მიმართვას ვწერდი, სადაც მინდოდა ჩამომიყალიბებია თქვა ჩემი მიმართვა მოქალაქეების და მოსახლეობის მიმართ. და ძალიან რთულია უბრალოდ ისაუბრო რაღაც ერთ ტექსტში ან ერთ მონოლოგში თქვა რას ნიშნავს ქუთაისი. ეს არის ისტორიულ რაკურსში წახვალ, ქუთაისი არის საკმაოდ დიდი მნიშვნელობის ქალაქი, პირველ რიგში რა თქმა უნდა, ეს არის ქალაქი, სადაც იყო დედაქალაქი გაერთიანებული საქართველოსი, რომელიც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნის. განათლებაზე ვისაუბრებთ, აქ არის პირველი ადგილი, სადაც შეიქმნა გელათის აკადემია და აქაც საუბარი შეიძლება ძალიან ბევრი იყოს და ძალიან ბევრი ვისაუბროთ. აქ არის ეს არის ქალაქი, სადაც თვითმმართველობას გარკვეული თავისი თვისება ჰქონდა და შესაბამისად აქაც დამოუკიდებლობის ხარისხი ადგილობრივი თვითმმართველობის იყო ძალიან მაგარი და ძალიან მაღალი, რომელიც აქაც შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბროთ. კულტურაზე ვისაუბრებთ, აქ რაზეა საუბარი, როდესაც მესხიშვილზე გვაქვს საუბარი, ან ბალანჩიზე გვაქვს საუბარი. აქ თუ ტოლერანტობაზე ვისაუბრებთ, ძალიან ბევრი რამის თქმა შეგვიძლია, სადაც ერთ უბანში, ერთ გარემოში ცხოვრობდა ძალიან ბევრი ეთნოსი და ამ ეთნოსს ჰქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ, ამიტომ ჩემთვის ქუთაისი არის აი ეს ყველაფერი, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ დადებითი კონტექსტით და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი სიყვარული, რომელიც ამ ქალაქის მიმართ გამაჩნია და რა თქმა უნდა ეს არის რეზო გაბრიაძის ქალაქი, რომელსაც საოცარი აღწერა აქვს თუნდაც ქალაქური ურთიერთობების, დამოკიდებულებების და რა თქმა უნდა ის ნაწარმოები, რომელიც ბატონ რეზო გაბრიაძეს გააჩნია, ეს არის ნამდვილად ის დღის წესრიგი, რომელიც ქალაქს განსაკუთრებულობას ანიჭებს.
ძალიან დიდი მადლობა, მაინტერესებდა ყოველთვის და ამ სტუდიაში არასოდეს არ მეკითხია თქვენთვის, თუმცა ტყუილად არ გეკითხებით. მაშინ მინდა გადავიდე მამუკა მდინარაძემ განაცხადა გუშინ თავის გამოსვლაში, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება შეეცდება, ქართული ოცნების მიზანია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში დაასახელა 64-ვე მუნიციპალიტეტი, გაიმარჯვებენ მერები და ქართული ოცნების წარმომადგენელი მერები და საკრებულოს წევრები. ჩვენ მოვახდინეთ გამოკითხვა მოსახლეობის, როგორი მერი ჭირდება ქუთაისს, როგორ მერს ისურვებდნენ ქუთაისში. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვუსმინოთ მათ და შემდეგ განვაგრძობთ საუბარს. ქუთაისში ცუდი მერი არ არსებობს. ქუთაისში ცუდი მერი ვერ გაჩერდება. ამიტომ ყველა კარგი მერი იყო, ვინც იყო. როგორ მერს ისურვებდით ქუთაისისთვის? შაშიაშვილს ვისურვებდი შვილო იმას. უყვარს თავისი ქალაქი. იცის სად რა კუნტულებია რო იტყვია. ქუთაისელი უნდა იყოს კარგია, თუ აქაური იქნება. უნდა იცოდეს საზოგადოებას კარგად. იცოდეს საქალაქო მეურნეობა ქალაქის. ესეთი შემთხვევით მოსული ადამიანის საქმის გაკეთება ძალიან რთულია. თვითონ ქუთაისია ესეთი ქალაქი. უნდა იცოდეს კულტურა მისი, ხელოვნება და ასე შემდეგ. კარგად უნდა იყოს საკითხებში გარკვეულობა. ქუთაისის მერობა ძალიან რთულია. ამიტომ უნდა შეერჩეს პიროვნება, რომელიც ამას, რაც მე გითხარით, ამას უნდა აკმაყოფილებდეს ამ მოთხოვნებს. ხალხს რომ გამოადგებოდა ქვეყანას და კარგ საქმეს გააკეთებს. ესეთი ადამიანი რა თქმა უნდა. როგორ მერს ისურვებდით ქუთაისისთვის? ყველა ნორმალურია თავისთვის. რა თქმა უნდა, მერი უნდა იყოს ენერგიული, აქტიური, ყველაფერში უნდა მონაწილეობდეს და იმ პირობებს, რასაც მოსახლეობას გვიყენებენ და მერე სამწუხაროდ ვეღარ ასრულებენ, ეს უნდა შეასრულოს, რომ ქონდეს მხარდაჭერა, იყოს ქალაქი ძლიერი, მოსახლეობა კმაყოფილი. როგორ მერს ისურვებდით ქუთაისისთვის? შაშიაშვილი რო იყო ისეც. ისეთ ენერგიულს და თავგადადებულს და შეყვარებულს ხალხს. ხალხისთვის რო იქნება ისეთი მერი. სიმშვიდე რო გვექნება ისეთი მერი. განათლებასაც სხვა კუთხით რო უყურებდნენ კიდევ. არის ბევრი ისეთი განათლების სფეროები, სადაც ფასია გადასახადი და ბევრს არ აკვავს ამის საშუალება. თუნდაც სპორტული შეჯიბრებები არსებობს ასეთი, ჭადრაკის თვალსაზრისით კიდევ არის ასეთი. და მეტი ყურადღება რო ექცეოდეს ამ თვალსაზრისით და ფინანსების თვალსაზრისით ვამბობ. მეტი სტიმული ექნებოდათ ბავშვებს. აი როგორი მერი გსურთ ქალაქში? მერი სურს ისეთი, რომელიც თავის ოჯახს სურს და მოუვლის ქალაქს. აი რო იყო ადრე ხახალეიშვილი. მე მაგას არ ნამყოფი. შეგოსკენთვის აკეთებ და სხვას კიდე გოუკეთებ, კარგი და მაშინ ხარ ადამიანი. ახლა მეორე რომა იმისგან კილომეტრი რაღაცები არის ჯერჯერობით. დაწყება და ნახოთ რა იქნება. რაც უფრო ქალაქისთვის გამოსადეგი იქნება, ამას არაფერი არ ჯობია და სასურველი იქნება რომ მიხედოს უფრო კარგად. მაყოფილი იყოს ყველა. როგორზე ჭკვიანს და გონიერს და ქუთაისე რო იზრუნოს ისეც. ყველაფერი გასაკეთებელია. ერთი წელიწადია კეთდება და გონი მთავრდება. ყველაფერი გასაკეთებელი. კონკრეტული კანდიდატურა ხომ აყავ? არავის. ვერავის ვერ ხედავ, არ ვიცი. არ ვიცი ჩვენ ვინ გვიშველის და ჩვენ ქალაქს რა ეშველება საერთოდ. დიდი მადლობა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებმაც არ დაიზარეს და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. აი რაღაც იმ კონტექსტში საუბრობდნენ, რაზეც თქვენ ისაუბრეთ. ფაქტობრივად შეეხნენ კულტურას, ქუთაისის ტრადიციებს, ადამიანი, რომელიც იცნობს ქუთაისს და უყვარს ქუთაისი და ბუნებრივია თუ ქუთაისი არ გიყვარს, მერობას ვერ გაწევ ისე, როგორც საჭიროა. ძლიერი უნდა იყოს ქალაქიო, აღნიშნეს ჩვენმა გამოკითხულმა რესპონდენტებმა და სიმშვიდე გვჭირდება ქალაქშიო, ქალაქს უნდა მიხედავსო და ძალიან ბევრი ისეთი საკითხს ეხება მოსახლეობა, განსაკუთრებით
კადრს მიღმა, ბევრს არ უყვარს ეთერში გამოჩენა და ჩვენი ბოლო კითხვა, როდესაც კანდიდატზე იყო საუბარი, რამდენიმე კანდიდატი დაასახელა კიდეც. მე არ მინდა ეხლა რაღაც ისე ჩამომართვან, მაგრამ იყო თქვენი კანდიდატურა ბატონო ირაკლი რამდენიმეს მხრიდან სპეციალურად არ გვითხრეს ეს ეთერში, თუმცა ალბათ არც ჩავსვამდით, იმიტომ რომ რაღაც არ გამოიწვიოს, რომ ეს რაღაც განზრახ მოვახდინეთ ამის გაკეთება. აი თქვენ როგორ მიგაჩნიათ, როგორი მერი უნდა ყავდეს ქუთაისს? პირველ რიგში მინდა დავიწყო აქედან, რომ გუშინ პარტიის ამასრულებელმა მდივანმა, ბატონმა მამკვამ დინარაძემ ნათლად დასახა ის მოცემულობა, რაც არჩევნებთან დაკავშირებით პარტია ქართულ ოცნებას გააჩნია, ჩვენ მე-10 არჩევნებს ვატარებთ და ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, პარტია ქართული ოცნება გეგმავს 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს და შესაბამისად კიდევ ერთხელ ჩვენს მოქალაქეებს, საზოგადოებასთან ერთად კიდევ ერთხელ მივახციოთ წარმატებას ამ არჩევნებში და დარწმუნებული ვარ, რასაც იქნება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი საჯარო რაც შეეხება მოქალაქეების მოსაზრებას, საინტერესოა ნამდვილად და რა თქმა უნდა, აქ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე, რომელიც ნებისმიერ საჯარო პირს გააჩნია მოქალაქეების წინაშე და ქუთაისში ეს განსაკუთრებულია და ძალიან დიდი ნამდვილად გამოცდა ნებისმიერი საჯარო პირისთვის, რომელიც შეიძლება გააჩნდეს შესაბამისად პოლიტიკური თანამდებობის პირს თუ საჯარო მოხელეს და დარწმუნებული ვარ, ქალაქის მერს სწორად უნდა კონდეს გააზრებული ის პოზიციები, რომელიც მას ვალდებულებების და პასუხისმგებლობის ნაწილში აკისრია. და შესაბამისად მე ვფიქრობ, ასეც იქნება კანდიდატის შერჩეული იქნება სწორად პარტია ქართული ოცნების მიერ, პოლიტიკური გუნდის მიერ და საზოგადოებას ეცოდინება თუ ვინ იქნება კანდიდატურა. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე გეტყვით პირდაპირ რომ არა. აი დამასწარით ერთი წინადადებით, რომ გიხილავთ თუ არა ქუთაისის მერობის კანდიდატად და უკვე მივიღე პასუხი სანამ ამას დავსვამდე ამ კითხვას. არა და სოციალური ქსელი არის საჯარო და როდესაც სოციალურ ქსელში იწერება რაღაც ბუნებრივია ჩვენ ვკითხულობთ, ჩვენი მოსაზრებები გაგვაჩნია, საზოგადოებას თავისი მოსაზრება გააჩნია, ძალიან კარგი, როდესაც იქ წერენ. იყო დასახელებული ამის შესახებ ალბათ ჩვენს ტელემაყურებელს ეცოდინება, რამდენიმე კანდიდატი არ დავასახელებ, რა თქმა უნდა, მე მათ რეკლამაში რომ არ ჩამითვალონ. არ იყო ირაკლი შენგელია დასახელებული, მაგრამ კომენტარებში რატომ არ არის ირაკლი შენგელია, რატომ არ არის ირაკლი შენგელია და რატომ ვიღებ თუ არს ბატონო ირაკლი, რატომ გადაწყვეტეთ რომ არ ნუ ამ ეტაპზე ეს მოცემულობა პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ არა. გასაგებია, მე არ შემიძლია რომ არ ვკითხოთ იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. დაანონსებული იყო ეს პროცესები და დღეს უკვე ვნახეთ პირდაპირ ჩართვების მეშვეობით ისევ სოციალურ ქსელში. მე ვგულისხმობ როგორც ტელევიზიის დახურვას, ასევე ჟურნალისტებთან ოჯახებში შესვლას და ჩხრეკვას. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესებს? აქ მნიშვნელოვანია ჩვენ გავმიჯნოთ უბრალოდ სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებრივი პროცესი, თუნდაც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ნაწილი საზოგადოების მხრიდან და ამ ნაწილში კიდე განსხვავებული პოზიციები და განსხვავებული დღის წესრიგი, რომელიც მოქალაქეებს თუნდაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ გააჩნია. თუ ჩვენ სამართლებრივ პროცესებს ვფიქრობთ, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების სრული პასუხისმგებლობა და აქ ნებისმიერი კვლევა, რომელიც შეგვიძლია ჩვენ მოვიყვანოთ გარკვეულ ინდიკატორად ან გარკვეულ მოსაზრებად, მოქალაქეების მხრიდან სამართალდამცავ ორგანოების მიმართ ნდობა გაზრდილია და გაზრდილია სასამართლოს მიმართ ნდობა საზოგადოების მხრიდან. ამიტომ მე ვფიქრობ, თუ კონკრეტულ საკითხზე რაიმე კონკრეტული არსებობს, თუნდაც მოსაზრებების დონეზე, ეს შეგვიძლია ჩვენ დავუკავშიროთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ და იურიდიულ პროცესს, რომელიც კონკრეტული თქვათ პირის მიმართ მიმდინარეობს და აქ მთავარია და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მაქსიმალურად გამოძიება უნდა იყოს გამჭვირვალე და
ის სტრუქტურები, რომელიც უზრუნველყოფენ სამართლებრივ პროცესს, მაქსიმალურად უნდა იყვნენ კომუნიკაციაში მოსახლეობასთან, რათა არ გაჩნდეს დამატებითი კითხვები და ის უგრძნობიარე განწყობები, რომელიც უნდათ ამ კონკრეტული საკითხის მიმართ გააჩნია. რაც შეეხება მეორე ფაქტორს, რომელზეც თქვენ საუბრობდით, ეს არის თქვა პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე ადამიანები, მათ შორის თუნდაც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, თქვენ იცით, რომ წლების განმავლობაში ჩვენ სწორედ თუნდაც ადგილობრივ დონეზე მე არაერთი მოწოდება მაქვს იმისთვის, რომ თუნდაც საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა მიიღოს ხდომებში მონაწილეობა და შესაბამისად განახორციელონ ის უფლებამოსილება და იმსახურონ იმ მანდატს, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა და შესაბამისად ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილში, როგორც ჩვენ მმართველ ძალას, ასევე ოპოზიციასაც გააჩნია და შესაბამისად ისინი უნდა ჩაერთონ სამართლებრივ პოლიტიკურ პროცესში, ადგილობრივ დონეზეც, ცენტრალურ დონეზეც და უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქ, სადაც ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება. სხვა ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა, თუნდაც პროტესტი დღეს ქვეყანაში არის დაცული და მე ვფიქრობ, ეს არის ერთიანი საზოგადოების და მთლიანად მოქალაქეების მიღწევა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიული პროცესების განვითარების გზაზე მიაღწია. თუ რაიმე სახის გადაცნობა იყო, ან თუ რაიმე სახის გადაცნობა, რა თქმა უნდა იყოს გამოძიება, უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოძიება და ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პასუხი იმ საკითხების მიმართ, რომელიც მას აწუხებს. ჩვენ კვლავ ეთერში ვართ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა ჩვენი გადაცემის სტუმარი. მეორე ბლოკში აუცილებლად უნდა გკითხოთ ბატონო ირაკლი 2 მაისის შესახებ. ჩვენი ქუთაისელებისთვის ეს მნიშვნელოვანი თარიღია. გვირილობა, ორმაისობა, მსვლელობა, ქველმოქმედება, ну რაღაც იმ დღეს განსაკუთრებით თბილია ქუთაისი, ისედაც თბილი ქუთაისი. რა ღონისძიებები არის დაგეგმილი, გითხარით? აი რო ვამბობდით, რატო გვიყვარს ქუთაისი და რა გამოარჩევს ქუთაისს განსაკუთრებულად, სწორედ ეს დღეც უკავშირდება განსაკუთრებულ გამორჩეულ მხარდაჭერის არნახულ პრეცედენტს და მეტიც აქ საუბარია ქალთა გიმნაზიაზე, გიმნაზიელებზე, რომელმაც გიმნაზისტებზე, ხო, რომელმაც არნახული ქველმოქმედება გასწიეს მაშინ და შესაბამისად გვირილობა თავისი შინაარსით, თავისი ისტორიით ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს და ჩვენი ქალაქისთვის ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის ძალიან სასიხარულო. ბევრი ღონისძიებებია იქნება დაგეგმილი ტრადიციული ღონისძიებები, რომელიც უკავშირდება თქვათ იგივე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობას ამ ღონისძიებებში, ახალგაზრდების ჩართულობას, კულტურის ნაწილის ჩართულობას, შესაბამისი კონცერტიც გვექნება და რაც მნიშვნელოვანია, გვიან გვექნება ბიგ ბენდის კონცერტი, იქნება ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი, რომელიც ძალიან მართლაც რომ გამორჩეული პროგრამით წარდგება ჩვენი მოსახლეობის წინაშე და არა კიდევ ერთხელ ასე რომ ვთქვათ შემოგთავაზებს გამორჩეულ ქორეოგრაფიას და ხელოვნებას და შეთავაზებს ჩვენ მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ქალაქს ეყურება ბევრი სტუმარი და დამეგობრებული ქალაქებიდან პრაქტიკულად 56 დელეგაცია მოდის. საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება. ჩვენი დამეგობრებული ქალაქებიდან დელეგაციები, ასევე მოდიან დიპლომატები გვეწვევიან, ისთვისაც მე თქვენი ეთერით მინდა ვისარგებლო და მადლობა გადაუხადო მათ. იქნება რა თქმა უნდა საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე თბილისის საკრებულოდან გვეყოლება სტუმრები, ჩემი კოლეგა, თავმჯდომარეები და შესაბამისად დეპუტატები. და ვფიქრობ ეს დღე იქნება საინტერესო და ეს დღე იქნება გამორჩეული და კიდევ ერთხელ დასამახსოვრებელი დღე ჩვენი ქალაქისთვის. ძალიან კარგი. და ისე ვუბრუნდებით ადგილობრივ თვითმმართველობას, ბატონო ირაკლი, ჩვენ შევეხეთ ამ თემას, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც შეჯამების სახით რომ ვახდინოთ უკვე დასასრულს უახლოვდება ჩვენი გადაცემა, რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენი აზრით ადგილობრივ თვითმმართველობასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაცია, ხშირი კომუნიკაცია, მჭიდრო კომუნიკაცია, მოსმენა მოსახლეობის პრობლემების და სამომავლო გეგმებზეც გითხარით, კითხვით პირველ ბლოკში, მაგრამ აი შეჯამების კუთხით.
ალბათ ყოველთვის ვიმეორებ ამას, ადგილობრივი ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მოქალაქეებთან და მოსახლეობასთან. შესაბამისად, ან უნდა იდგეს. მოქალაქეს თუ გარკვეული საჭიროება გააჩნია რაღაცა კონკრეტული საკითხის მიმართ, ეს იქნება სოციალური ჯანდაცვითი, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ თვითმმართველობის კომპეტენცია მაგალითად შეიძლება არ იყოს ჯანდაცვის პოლიტიკა, თუმცა ჩვენ ვახორციელებთ ამ ჯანდაცვის პოლიტიკის ნაწილს. მოქალაქეს უნდა გქონდეს იული გზა ამ დახმარების მიღების და ბენეფიტის მიღების ადგილობრივი თვითმმართველობიდან. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობას განსაკუთრებით კი წარმომადგენლობით ორგანოს მუდმივი კომუნიკაცია გქონდეს მოსახლეობასთან და მოქალაქეებს გქონდეს იული მიღწევადობა, თუნდაც და მონაწილეობის შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკის და მე მიმაჩნია რომ სწორედ ამ მოწვევის საკრებულოს გააჩნია განსაკუთრებული მგრძნობელობა ამ საკითხების მიმართ, რომელიც გულისხმობს თუნდაც მოქალაქეებთან კომუნიკაციის ნაწილს და აქვე იგივე თქვა ღია მმართველობის ნაწილში, რაც ჩვენს რგოლს გააჩნია და თუნდაც მოქალაქეთა ჩართულობის ნაწილში ესეც ნამდვილად წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გამოწვევა დგას ჩვენს წინაშე, რა თქმა უნდა, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ პრიორიტეტების მიხედვით ვითარდებით. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი დამოკიდებულებები იცით, რომ ოქტომბერში იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დანიშნა არჩევნების თარიღი, ეს იქნება 4 ოქტომბერი. ჩვენ გეგმავთ, საკრებულო გეგმავს დაახლოებით ივლისის ბოლოს 4 წლიანი მუშაობის ანგარიში ჩავაბაროთ მოქალაქეებს, მოსახლეობას, მთლიანად წარმომადგენლობითი ორგანო ადგილობრივი თვითმმართველობის და ჩვენს მოქალაქეებს ექნება საშუალება მოისმინოს წარმომადგენლობითი ორგანოდან გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და ეს არ იქნება მხოლოდ თავმჯდომარის ანგარიში, ეს იქნება ზოგადად ინსტიტუციის ანგარიში მოქალაქეების წინაშე გაწეული საქმიანობის თითეული დარგობრივი კომისია წარდგება ანგარიში, წარდგება შესაბამისი პოლიტიკური ნაწილი, მათ შორის ფრაქციაც და ასევე წარდგება საკრებულოს აპარატის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას ექნება საშუალება უკვე შეაფასოს ჩვენი საქმიანობა, იქნება ერთგვარი კითხვარიც, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს დააფიქსიროს თავის პოზიცია და გამოხატოს მოსაზრება საკრებულოს საქმიანობის შესახებ და ეს ვფიქრობ იქნება გარკვეული ბაზისი ან და საფუძველი იმისთვის თუ რა მხრივ შეიძლება შემდგომმა საკრებულოს მოწვევამ გააძლიეროს ან დასახოს პრიორიტეტი იმისთვის რომ მაქსიმალურად თქვა უპასუხოს იმ მოქალაქეების ინტერესს რომელიც თავის პოზიციას დააფიქსირებენ თქვა იგივე კითხვის სახით მე ვფიქრობ შემდგომი საქმიანობა სწორედ ეს იქნება გარდა იმ საკითხებისა რომელიც აქტუალურია ეს ამ 6 თვის განმავლობაში ჩვენ მოვახერხებთ რომ მაქსიმალურად მივიღოთ თუნდაც აი ხვალინდელი სხდომა სწორედ ამის მაგალითია ფინანსურ ნაწილს მიყვეს ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილებები რომელიც გაუადვილებს მოქალაქეებს გარკვეულ თუნდაც ფინანსურ ვალდებულებებს და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ რომ აი 6 თვეში მაქსიმალურად იმ დანაპირებს რომელიც გავეცით მოქალაქეების წინაშე და დაპირება გვაქვს მიცემული მაქსიმალურად ამოვწუროთ ის ყველაფერი რომელიც რა თქმა უნდა დარჩება შეუსრულებელი ნაწილიც ამას შესაბამისი არგუმენტაციაც ექნება ამას რა თქმა უნდა მოქალაქეებს ჩვენ ავხსნით თუნდაც იგივე ანგარიშის დროს რა იყო ამის თქვათ მიზეზი ანუ რის გამო განხორციელდა კონკრეტული პროექტი თუ მოსაზრება თუ ინიციატივა თუმცა დარწმუნებული ვარ ესეც იქნება შემდგომი მოწვევის საკრებულოს და ადგილობრივი თვითმმართველობის მმართველობის გამოწვევები რაც მინდა აღვნიშნო ქალბატონო ნანა უბრალოდ მე ნამდვილად ასაღნიშნავი თემაა და საკითხია მე გულწრფელად მინდა მადლიერება გამოხატო რეგიონალური განვითარების სამინისტროს და თუნდაც მუნიციპალური განვითარების
და საქართველოს მთავრობის მიმართულებით ის პროექტი, რომელიც ქუთაისის რაიონში მიმდინარეობს, ისტორიულ უბანში მიმდინარეობს, ფალიაშვილის ქუჩაზე და შესაბამისად გააგრძელდა ეს ვალამიშვილის ქუჩაზე და ამ პროექტს აქვს ასე ვთქვათ შეუქცევადი ხასიათი და გააგრძელდება იგივე ნიუპორტის ქუჩაზე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც თუნდაც ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციას გულისხმობს. საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსი და მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება ამ რეაბილიტაციის პროცესში და ეს რა თქმა უნდა პასუხობს ქუთაისის საუკეთესო ინტერესებს. ეს ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მე ჩამოთვალე, რა თქმა უნდა, გააუმჯობესებს ქუთაისის როგორც ტურისტული ქალაქის პოტენციალს, ტურისტული მიმართულების, დანიშნულების მიმართულების პოტენციალს, ასევე რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის ჩვენი მოქალაქეების მიმართ გაუმჯობესებული გეოგრაფიული გარემოს, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა. ძალიან დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო თქვენი სტუმრობა, ბევრ საკითხს შეეხეთ, წარმატებები მინდა გისურვოთ. ერთ-ერთი სიახლე გავიგეთ, რომ მერობის კანდიდატად არ იყრით კენჭს, ალბათ გულისწყეთა იქნება მოსახლეობის მხრიდან. კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ, ტელემაყურებლებს კი შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია. თქვენ შეგიძლიათ დაგვეკავშირდეთ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენთვის საინტერესო თემები, საჭირბოროტო თემები მოგვაწოდოთ. გამოკითხვის შედეგად ბატონმა ირაკლი მოისმინა პრობლემური საკითხები, მან ჩაინიშნა და დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ხვალიდან ეს საკითხები მოგვარებადი გახდება და თუ კი იაქტიურებთ, გამოიყენებთ თქვენს უფლებას, აუცილებლად მივაღწევთ იმ შედეგს, რომ ქუთაისი იყოს გაცილებით ლამაზი და გაცილებით მიმზიდველი. უღრმესი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად. მე ამ ფორმატით მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად.